მე ამერიკაში რო გადავედი, მალე დავისაჯე და მიჭირეს. იქ ციხეში პირველად ჩაუღმავდი თავს, დასაკეთებ, ვინახავ. და როგორც კი დავუსვი ჩემ თავს ასეთი კითხვები, აი ძალიან მალე იოგა ფაქტიურად აი დამეცა თავზე რო იტყვია. რანაირად. ვარჯიშობდი ხშირად და შავი შემოვიდა და no მითხრა, შენ არ გინდაო რა, შენ იოგა გინდაო. ერთი ორჯერ გააკეთა ასეთი რაღაც რა. და გაუშვი ახლა რა იოგა კაცო. ცოტა ხა ციხეს თუ და ესეთი ჩენი სიძლიერე უნდა აჩვენო და რაღაც ახლა იოგა ადამიანთა შემოფერებოდა. მე აი 1-2 დღე იქნებოდა გასული, ეს ტიპი რო გავუშვი. წიგნებს არიგებდნენ ციხეში და იქ დაცვის პერსონალმა აიღო ეს წიგნი და ამიგდო არ მომცა არჩევის საშუალება. და წიგნი იყო იოგანანდაზე, არც იყო მთლიანი წიგნი. ვიგძენი, ესე იგი ძალიან დიდი სიტყვა, ვიგძენი რომ ალბათ წინა ცხოვრებაში რაღაცა კავშირი მქონდა და სრული გამიშთა რომ მასწავლებელი გავიცნო, სრული გამიშთა რომ ხალხი გავიცნო, სამითა დაკავებული რა ერთ სულ მქონდა. ხო რომ გამოვედი, აი სამყარო ისეთი მომენტისთვის რაც მჭირდებოდა, ისეთი მასწავლებელი დამიხდა. ეხლა იოგა რო დაიწყო და ხელად შეიცვალა, ესეთი რაღაცა არ ხდება. სულიერი გზა საკმაოდ ძნელია და it goes ups and downs. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესწავლებით დაუშვი. ძლიერი შესწავლები მაქვს და შეგვიძლია უკან გახება მიშინია. სიმართლეს მაგრამ ვცდილობდი რომ ავდგარიყავი დამიფერთხა და გამიგრძელებინა გზა რა. თქმა უნდა, ამას იოგა მიწყობდა ხელს და განსაკუთრებით იოგა მასისტა.